მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუორიდასთან იწყება. დღევანდელი გადაცემა ეძღვნება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ლახს, ლამას, იმედიან და ბედნიერ ხანას, რომელსაც სტუდენტობა ჰქვია. Აი ამ თემაზე სასაუბროდ კი ჩვენ გვეყოლება სხვადასხვა თაობის პოპულარული სტუმრები, გადაცემას კი ტრადიციულად გახსნის იუმორიას ერთ-ერთი პოპულარული სახე, ბატონი ბესო ბერულაშვილი. ახლა ტენდენციურობაში შეიძლება ჩავომართვან, მაგრამ ასია და რა ვქნათ, ორივენი მეტალურგები ვართ, ესე იგი ვისარგებლებ პოზიციით და მეტალურგს ვახსნევინებ აი ამ თემაზე, ესე იგი პრიორიტეტს ვანიჭებ მეტალურგს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ჯემალ მოწვევისათვის და ვიდრე ამ თემაზე გადავიდოდეთ, ერთი ძალიან კარგი უნდა მოგიყვეთ. კი ბატონო. საყვარელ ქალს მოუსწრო მეუღლემ სახში. და ხოცა აბრაყურებს გამიღე და შევარდა საყვარელთან მოუსწრო, ხო? ხარდა მიუსწრო მაგრამ. ჯერ არ იცის რომ ცოლ საყვარელი ხარ. აბრაყურებს გამიღე შევარდა ეს ქალი და საყვარელს ეუბნება ჩქარა დავიღუპე ჩემი ქმარი მოვიდა ვაიმე დავიღუპე არიქა ფანჯრიდან გადახდი და გადაიხედა ამ კაცმა ვაიმე რას ლაპარაკობ მე-13 სართულია რა დროს სრულწმენა გადახდი კარგია სტუდენტური არა ხო აღარ დავასახელი გვარდასახელს ვის მოუვიდა ესე იგი ჩემი სტუდენტობა დაიწყო ბატონ ჯემალ ზუსტად 90 წელს 1990 წელი იყო და გავედი გამოცდაზე ისაღები გამოცდა მათემატიკა ჩავაბარე და ეხლა გავედი ფიზიკის გამოცდაზე შევხვდა პირველი კოსმოსური სიჩქარე ნუ ეხლა უნდა დაწერო ის ფორმულა უნდა გამოიყვანო დაწერო მაგრამ ისი დამწერი ვარ ეხლა კოსმოსი ეგრევე რა თქმა უნდა ასოცირდება გაგარინთან და დავიწყე გაგარინის ბიოგრაფია. სად დაიბადა, როგორ გაიზარდა, რანაირად და მე ამ გაფრენის დღეს როგორ ნერვიულობდა, აი ამ განცდებს როგორ გაიგვიძა. ესენი მიყურებელი, ეს ჯანმრთელია კაცოვი. ეს არ უნდა იყოს ნორმალური წადი, შვილო წადი მოცილდი ვაკედან. რა მოიცადეთ, მე ვთხარ ტერეშკოვაძეც ვიცი ახლა იმაზე გადავდივარ. გაგარინი ხოლმე ახლა ტერეშკოვა დამაცადეთ. მოკლედ, გამომიშვეს ადი აი კომისიის თავმჯდომარეს კითხეო თუ დაგიწერსო და ღმერთმა გაახაროს გლურჯიძე იყო გვარად კომისიის თავმჯდომარე და რო გავედი შვილო მართლა არაფერი არ იციო და აი რაღაცები ვიცი მეთქი და აი მოუყევი რა კარგიო ეხლა რო მივატო ბაგებს შეგეკითხებიო გაგარინი აღარ ახსენე აი ესე მოვხდი და გავხდი სტუდენტი სხვადასხვა აუღებელი ციხესიმაგრე იყო მათემატიკა საერთოდ იმიტომ რომ ლეგენდარული სერგო თოფურია იყო კათედრის გამგე არაჩვეულებრივი ადამიანი აი არ არსებობდა ვერავინ ვერ იტყოდა რომ სერგო თოფურიასთან მივიდა და საგანი ჩააწყო გამორიცხული იყო რა ნიშანი დაეწერ თუ არ იცოდი არ დაგიწერა და ნუ მე ეხლა ისე მოხდა რომ დროთა განმავლობაში უკვე სახე ვარ გპის და აბა სადაც მივდივარ ყველგან ჩვენი საყვარელი ბიჭი და ერთ-ერთ ჩემი მეგობრის მამის გასვენებაში ბატონი სერგო თამადა იყო და მე ვიყავი მოადგილე და რომ დამინახა ისე გაუხარდა ოცნა მეფერა და ამდენ ხალხს ეუნევარ ჩემი უსაყვარლესი სტუდენტი და ჩემი უსაყვარლესი მე-13-აც რო თქვა რომ ჩემი უსაყვარლესი მე ვთხარი ბატონო სერგო ინდონეზე გიყვარდით მეთქი რომ 7 წელი პირველ კურს არ გამაცილეთ სულ მათემატიკა იყო ხოლმე ეს პრობლემა ჩემი მტერი ხო აი ჩემი მტერი იყო და ფრედი გაგნიძე ყავდა დეკანი. შესანიშნავი კაცი, არაჩვეულებრივი ადამიანი. მაგრამ იმდენად მიყვარდა ეს 1 სექტემბერი და სწავლის დაწყება, რომ ყველა 1 სექტემბერს იქ ვიყავი ხოლმე და ესე იწყებოდა დეკანი ულოცავდა სტუდენტებს დიდ აუდიტორიაში, გილოცავთ ჩაბარებას, სწავლის დაწყებას და დალოცავდა ხოლმე და ყველა 1 სექტემბერს იქ ვიჯექი და ეს დაიწყებდა აბა გილოცავთ ისე კარგი რა კაცო რა შენ რაღა მერამდე თუ რა მოგილოცავ კარგი რა 1 სექტემბერს მაინც მოდიხარ წასალი ბაბაჩები ერთხელ დედაჩებს ეუბნება რომ კაცო ეს რო იძახისო დასახაზად მივიდივართ ეს იყო იმის ნიშანი რომ მივდიოდით სტუდენტები შევიკრიბებოდი და აბა ჩავარტყათ გიტარა ჩხარიტაში ყველა მაგრად მღეროდა ყველა ესეთი ნიჭიერი იყო და ვიყვარდა ხოლმე რა ეს კეიფები და ერთხელაც შევესწარი ესეთ საუბარს რა დედა მამა ჩემი ეუბნება რომ იცი რა არისო ეს რო იძახისო რომ დასახაზად მივიდივარო არ დაიჯერო
დედაჩემს ეუბნება ერთი ფანქარი მიეციო, წვერს თუ გაუთლისო. 15 წელიწადში რაც მე GPA-ში ვისწავლე, 2 დიპლომი ავიღე, ანუ მეტალურგიის და ეკონომისტის რა. ისე ახლა მეტალურგიულზე უჭირდა თუ ის ეკონომიური ძალიან სწრაფად და კარგად. ეხლა ნებისმიერ აი სულ ველოდები რა, როდესაც არის ფისკალურ პოლიტიკაზე საუბარი, რატო არ მეძახიან? მე რატო მაკრო და მიკროეკონომიკა, მაგაში გავერკვიე როგორ არის, მაკრო და მიკრო და მთელი ისენი მოკლედ. და მე მყავდა ერთი ეჯიბია რა პირველ კურსზე, აი პირველად რო ჩავაბარე 90 წელს იმანა ჩემთან ერთად ჩავაბარა, პირველ კურსელი იყო და შემთხვევით შემხვდა ეხლა მეორე კორპუსში რა. ხო და გავიდა რა უკვე 10 წელი გავიდა იმის მერე რაც ჩავაბარე და მე მაგ რაღაცა საგანი ჩარჩენილი იმაზე მივდივარ და შემხვდა ეს ბიჭი რა. ეს ეგ რო იტყვია ხოლმე მრგვალი ყრუგლი ხუთოსანი იყო რა, სულ ხუთიანები და რა შვები მეთქი რაღაცა და ბიჭო რა ვიციო რა ისო გამოცდა მაქვს რა. ვა მე უთხარი შენ შეგეტენა ძმაო. რა შემეტენა ბიჭო ლექტორი ვარ მე ხო არ გაგიჟდა. თურმე ლექტორი არის და აბასთან აბა გამოცდა. ჩემ ჯგუფთან აბა გამოცდა. გაგიჟდა ეხლა მე უთხარი არ დაიწყო ეხლა ლაბორატორიული მასკენი და ესკენი და ესე. ხო და როგორც იქნა ბატონო ჯემალ ამ ჩემ ტანჯვასაც დაესვა წერტილი პედრიელი დღე არის გათენ და მივდივარ სახელმწიფო გამოცდაზე და როსტიკას უთხარი წამოდი მეთქი რა. არ გაინტერესებს ძმაო ეხლა როგორ ავაფრიალებ ამ დიპლომს და მოკლედ წამოდი. ნუ ეხლა შევედით რაღაცეები აქეთ იქით როგორი სტუდენტიც ვიყავი შესაბამისი კითხვები დამისვეს და მეც რა თქმა უნდა გავეცი პასუხი ცოტა დათო დამეხმარა წავამაძია ხო და ამ ანეკდოტი კაი ახალი და მოკლედ ესე სიცილ კისკისით გამოვედი დამიწერეს ნიშანი დავამთავრე GPA და იქ მე-6 კორპუსში ერთი ქალბატონი იყო რა ლიფტში ესე პატარა მოწყობილი ქონა მაგი და მაგნიტოფონი ედგა ხოლმე და აყავდა ჩაყავდა რა 10 თეთრი ღირი და ასვლა შევედით ლიფტში ჩამოვდივარ დაბლა და როსტიკა 5 ლარიანი დავოგდო შალახო დაუკარი ჩემაცმა დიპლომი აიღო და სამი წევდით ლიფტში აბა წავიდა და ესე სულ სიმღერით ჩამოვედით და ცეკვით დიდი მადლობა ჩემობესო მართალია თავიდან ანონსი გავაკეთეთ რომ სტუდენტობა ყველაზე ლაღი ლამაზ და ბედნიერი შენ ტანჯული სტუდენტობის ამბობენ მაგრამ დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა არმატებები მოგახსენებთ სხვადასხვა ასაკის პოპულარული ადამიანები იქნებიან ჩვენი სტუმრები მეთქი და მინდა საქართველოს სახალხო არტისტი ყველასათვის საყვარელი ბატონი ჯემალ ღაღარიძე მოვიდეს ახლა თქვენ უსმენთ აგერ გაჭირებული სტუდენტის ისტორიას და თქვენ ჩემო ბატონო თეატრალური დაამთავრეთ და მაშინაც წარჩინებული და გამორჩეული სტუდენტი იყავი და მე ხო დიდი საქმეები დადეკიდა თქვენი თვალით დანახული სტუდენტობა როგორია ბატონო ჯემალ? სტუდენტობა როგორია ახლა სტუდენტობა ის პერიოდია სადაც რა ვიცი წელი შეიძლება გადაიშლება ხოლმე წარსული და მე მომავალზე ფიქრი და ნათელი ამბავი. სხვა შორის მე ჩავაბარე 52 წელს და ძალიან კაი ჯგუფი შეიკრა თეატრალურ ინსტიტუტში. მე ჩამოგითვლით იმიტომ რომ გესიამოვნებათ. ესენი იყვნენ ბატონი თეგიზარჩუაძე, გივი ბერიკაშვილი, ბორისი ფურიასხონოს ღმერთმა. ქუთაისში კიდე ერებოსვანაძე სხვა შორის ახლა ბოდიში ვიხდი შეიძლება ტრაბახში არ ჩამომართან მე ჩემ ჯგუფის სახელით ვლაპარაკობ ვიყავით 20-მდე კაცი ჩვენ ორი ჯგუფი იყო და ამ 20 კაციდან ბატონ ჯემალ 7 ვარსკვლავოსანი ქუთაისში 2 ერებოსვანაძე და ლამარა ვაშაკიძე ეხლა შესაძლოა მოღვაწეობს აი ასეთი ჯგუფი იყო პირველი სპექტაკლი იყო ასეთი შექსპირის მე-12 ღამე
ეს კომედიაში და უფრო მეტად სატირული და ძალიან დოდო ალექსიძე იყო ჩვენი პედაგოგი, რომელმაც დადგა ეს სპექტაკლი. თვითონ დოდოა ექსცენტრიული და როგორი კაცი იყო, ის აოცრად იუმორის პატრონი იყო და თამაშობ მარკის თამაშობ. ეს ის პერიოდია ბატონო, ესე იგი უგრიმოდ გასვლა სცენაზე ყოლა შეუძლია. ეს მე თეატრშიაც ესე იყო, კაი ხარ დამკვიდრებული. ახლა ვირი იკეთებს გრიმი, სადავაო ვეღარ. ახლა გუმოზას ვეძახით ჩვენ. არის აი როგორც პლასტერინი როა ამდაგვარი და ამით აუცილებლად რაღაცა უნდა მე გავიკეთე ცხვირი, დიდი ცხვირი, აი სტაფილო მიაბა რა. აი ასეთი და ჩემს აკვდარ ცხვირს აი აქ უყურებ. ფასო ვაბრუნებ, ფასო კიდევ ხელს და აი ესე ვაბრუნებ. აი ასეთი ცხვირია გაკეთებული ხო და არის ესეთი სცენა რომ უნდა დააპატიმრონ ერთი მარკიზი კიდე მეორე მე სერენდრო ეგუჩიკი მქვია და მალვოლიო უნდა დააპატიმრონ და ჯარისკაცები არიან და ერთ ჯარისკაც პატარა სცენა თეატრალური ინსტიტუტის კურსს ვერ მოიქნევ ისე და ერთი 14 კაცი კი მდგევართ ამ სცენაზე და ასე ჯარისკაცია დაშვებული აქ ის რა ქვია შუბი ხო და ახლა იტყვია რეპლიკას ელოდება რომ დააპატიმრეთ მალვოლიო რაღაც ასეთი რეპლიკა და აბა უნდა შუბი აწიოს აწია შუბი და ვიგზენ რომ სკვირზე რაღაცა მომივიდა ვიგზენ რომ სკვირზე მომივიდა ავხედე და შუბი და ასე და ჩემი სკვირი ამ შუბზე აგვიწყდა სიცილი აი ჩვენი სიცილი კურნალია სიცილი ხო? კი ნამდვილად თურმე გადამდებიც არის ხო? ატყდა სიცილი არის ერთი აბა აი ეს მახლოს ჩავდავმართო. ახლა გამოცდებზე იყო აქ ლაპარაკი ბატონმა ბესომ შესაძლებლად მოყვა. ერთი პრინცესავით მინდა გავიხსენო. სტუდენტი შევიდა გამოცდაზე და პროფესორი ზის და გვერდზე ასისტენტი უზის. მივიდა ეს სტუდენტი ბილეთები ალაგია. მივიდა და ადამიანობა ხელებს ატეა. უწყურებს და რაღაც. აიღო როგორც იქნა აიღო. აიღო წავიდა ცოტა ჩქარა მოუკლო დახედა და მიხდა პროფესორი რომ არის ისე. რა იყო ყვადილო ბილეთის გამოცვლა ხო არ გინდათო? ხო თუ შეიძლება რა ბატონო გამოცვლა. კი ბატონო მივიდა კიდე ანუ რაღაცებს აკეთე მაგიურ რაღაცას აკეთე წავიდა შუაგზამდე კიდე გაჩერდა კიდე ხო არ გინდათ გამოცვალე კი თუ შეიძლება წავიდა კიდე წავიდა დაჯდა და აღარ გამოდის აღარ პასო არის ის და რა უნდა უპასო დაუძახა ლექტორმა მოდი მატრიკულო მიიყვანა და მომეცეთ მატრიკულიო მიცა მატრიკული დაუწერა სამიანი და გაუშვა ახლა ასეთი ეკითხება რომ ბატონო პროფესორო რაში დაუწერთ სამიანი არაფერი უპასუხეთ კაცო რაღაცას ხო ეძებს და ის ხო ისთვის მაინც აი კაცის სახეა რა დიდი მადლობა ბატონო აბა ჩვენი შემდეგი სტუმარი კი გახლავთ ბატონი მერაბ სიჯინავა აროდისტი და იურისტი კაცო ეს მუდმივი კითხვა სულ დაკვება თან როგორ პაროდისტი და იურისტი როგორ ხდება ერთგულოვანი რატომ აირჩია პაროდისტმა კაცმა იურისტობა და აქედან ხوار დაგვეწყო ჩვენ კი ბატონო სხვადასხვის სულ თანძდევდა ხოლმე ბავშვობაში აღმოჩნდა ამის ნიჭი მიბაძვის და ნუ მასწავლებლები მეზობლები ახლობლები ახლა ბავშვი კი ვიყავი მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც ამბობდნენ რომ კარგად გამომდიოდა მაშინ მამა ჩემი გალის კალში პროკურორი იყო რუბენ სიჯინავა სასამართლოს თავმჯდომარე სერიოზული კაცი ხო ჩემი ძმა თემურიც უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და ახლა ოჯახური ტრადიცია უნებრივია ხელმისაწვდომი და აქეთკენ იხრებოდა რომ მეც ალბათ მამის კვალს უნდა გავყოლოდი მაგრამ ახლა მაშინ არ იყო ვიდეო ფირები მოსმენები მაგრამ დამსმენები ხო იყვნენ ერთ-ერთი ასეთი დამსმენი მისულა მამა ჩემთან და ესეთ რამეს ეუბნება ბაჭონა რუბენი Подишки гихти, магам, ещё мазак али багана кежди бач. Ещё кулати, гера
გაზეთონმე კაცშვილი არ გაუშვა კაცო გაუჩინარი ვინც კი არის გამომედი მე სულ ყველაზე ჩექვი სადო გიწმია ჭიჭენს სასტარდა დასწრის ყველაზე რა ვიცი მაინც იცოდეთ რომ მე მაინც გამიშვა მოდი არა ნუ მეც უკვე გავყევი მამის კვალს ჩავაბარე უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ახლა ვიღავი მაშინ პატარა ბიჭი სიჭი მაგრამ მე გაიშალა ნიჭი მიესა გზა ფართო ჩემო ბატონო აუდიტორია იყო დიდი სტუდენტების ძლიერი იყო 80-იანი წლებზე არის საუბარი ბატონჯიმა და ნუ თითქმის ყველა ლექტორის პაროდიას ვასრულებდი და ასევე სხვა პაროდიებსაც და როდესაც ვკითხულობდნენ ხოლმე ჟურნალისტები ტელეგადაცემებში მიწვევდნენ სხვადასხვა ღონისძიებებზე ჩვენი აღზრდელი შესანიშნავი უწესიერესი პიროვნება ბატონი კაკო ლაბარტყავა დეკანის მოადგილე იყო კითხულობდნენ სიჭინავას ადნახავდა მაგას აუდიტორია ჩაუდავენ სცენაზე აგზავნი და იქ სცენაზე იქ კიდევ ღმერთთანაც შემოგვეს ბატონი ვახტანგ გოგუაძე იყო შეშ პროექტორი იყო შაუჩარი ისეთი ვაშია ესე მე მგონი დაკონენდება ყველას პროექტს გააკეთეს ბატონი თამას გოგიჩაიშვილი ჩვენი დათოს კარგი ვიჟია ძალიან კარგი მაგარი ვაკვალანსკი გავა აი ეხლა იმ პერიოდში 80-იან წლებში ნუ ფეხბურთი ხო აღმავლობილი ყავ და დიუსელდორფის ცნობილი გამარჯვება ყველას გვახსოვს 91 წელი და თემაც იყო საინტერესო ხო თეატრებიც კი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს დაუშვათ მარჯანიშვილი რუსთავის თეატრთან და ასეთ რაღაცა აი ეს თემა მეც ავიღე და ერთ-ერთ სტუდენტურ საღამოზე შევასრულე ლექტორების პაროდია როგორ თამაშობენ ისინი ფეხბურთს წვრთნელი არის ბატონი კაკო ლაბარტყავა ისევ შედევაზე საჯი არის ბატონი გვიშა ერემოვი და ერთ-ერთი შეტევის დროს წააქცეს ერთ-ერთი ჩვენი პატრიოტული ლექტორი და დაინიშნა ჯარიმის დასარტყველად ემზადება ბატონი გიორგი ტყეშელიაძე სისხლისამართლის სპეციალისტი გახდათ ისეთი სიარულის მანერა ჰქონდა რომ ბურთი ცხრიანში ვარდებოდა ხოლმე რა ეს რა თქმა უნდა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო ცოცხალ კედელში დაადგნენ ბატონი ვალერიან მეტრეველი რომელსაც გულზე აქვს ხელი მიდებული იმის მაგივრად რომ სხვა ადგილები დაფარონ და ისე გამიწყალა კაცო ამის პაროდიებმა გული რომ ნამდვილად გული აღგვატკივა სიჭინავამ აბა სულ გაუთხილდა და გულზე ხელი მიდებული ბატონი მიხეილ კეკელია ჟუბზე აქვს ხო ესე იგი ლექციაზე ვერ შევსულვარ ამის ხმა რო არ ისწოდეს თავი ამატკივა და ამიტომ მე ჩემს თავს გაუფრთხილდები ბატონი ტარიელ ზამბახიძე რომელიც ასევე ცოცხალ კედელში ჩავაყენე ყურებზე აქვს ხელი მიფარებული გაიხედავ გენაცვლი მარჯვნივ სიჭინავას ხმა ისმის გაიხედავ მარცხნივ სიჭინავას ხმა ყური მტკივა და მე ყურებს დავიცავ და ზურგ შეკცევი და დადგა ბატონი ზაურჯინჯოლავა ძვევო ქართველებო აუცილებლად უნდა შევხედო ჩვენ კარებს გავა თუ არა გოლი უნდა დავაფიქსირო ძვევო ქართველებო მაგრამ იხავთ ამ დროს ბატონი გრიშას დიახ დაარტყი ჯარიმა ჩასტვინა და დაარტყა ბატონმა გიორგი ტყეშელი ბურთი ცხრიანში აღმოჩნდა კარებში მდგარ ბატონ ელდარ ახვლედიანს რეაგირება არ მოუხდენია ამ ბურთის ესე იგი არხეინად იყო ძელზე მიწოლილი ბატონი დავით სინცაძე გურამ ნაჭყებე და ქალბატონი ვერა ბურჭულაძე საყვედურებით მივარდნენ განსაგებია ბატონო ახლა როგორც ასეთი რომ აქ სამსუნიტუხებ და შენთვის ახლა არხეინად მაგრამ ახშენოს ნახტომი კი უნდა გაგეკეთებინა შენო გაფიცებელ და დასამართლოს და მარცხაჯულება რატომ არ გაისარჯე რატომ არ აიღე ბურთი მე მგონი თამაში გაყიდულია ალბათ არის ბასა მე არ ვიცოდი ბიზია ბაში ურყადა თუ მარცხნი აი ასეთი რაღაცები იყო იმედი კარგად ვიდიო რა ხარ 80-იანი წლებია კავკასიური ცარცის წრე მოგეხსენება და არა მარტო საქართველოში მის ფარგლებს გარეთ ქუხს არის ახალგაზრდა ბატონი რამაზ ხვიკვაძე უდიდესი პიროვნება საოცრებე ისე იგი დაამხოცა სიცილით მთელი სტუდენტები ისეთ კურიოზებს იხსენებდა და ბატონი კახი კავსაძეც იგბრძანდებოდა სხვათა შორის და ბატონი რამაზი ყვება ისეთ რაღაცას კაცო ვერლა ერთი აი რაღაც უნდა მოგიბენ თამაშობ დააზდა თამაშობ დაზეგზიკა საზღვარგან დავარ წასული იქ არის ერთი ასეთი სცენა აბეზანაში დიდხანზე ხარ ხოლმე იჟიშინა აი ამაშინა თან აბეზანას ვახსენებ კაცო წინა დღეს ცოტა დალევა მომიწერა ბოდიში ვავითხოვია ბუნებრივი მოთხოვნების აკმაყოფილება მოვიდა მოილა გასეფნები ვალა რაღაცა მომენტში გავარდი კულისებში ვეცი ტუალეტის გარბა დაკავებულია
Ჭარ, ეს რამაზის. დაგავებულია კაცო, არა და ლამის თვალებიდან გადმოვიდა, ისე საშიდელ დღეში ვარ კაცო. არა და ისე ვიცეს უკვე პარტნიორები მეძახიან, შენი გამოსვლის ზვარისო გამოვჩანდი ბატონო სენაზე და გადის ეხლა ეს ზაზაკი სენაზე და მაყურებელი გაგიჟებულია როგორი გარდასახვა კი არა გაჭირება მაგაცო საშინელ დღეში ვარ შურიზება ქალები ასუნდა აგეთ პარტნიორები გავათხალმებიან რა მოგართვათ ბატონო вас და რა მოგართვათ მე უთხარი გერშაგი ხევიდა ასე დამებიღო აგერა გახიზას კონდა საოცარი კურიოზები არა ეს კიდევ არაფერი კაცო მე შემემთხვა ერთი ამბავე მუხლის ოპერაციის გასაკეთებლად წავედი მოსკოვში. წავედი მოსკოვში, იმიტომ რომ ხლა ოპერაცია უნდა გავიკეთო და მტივანა მუხლით ხო ვერ გამოვალ ამ სცენაზე და ვიფიქრე, ბარემ მოვიშარებ ამ მუხლზე გავიკეთე. ავხდნენ იქ ჩემი მეგობრები შესასვლელთან საავადმყოფოში დამაგდეს საკაცაზე, შემაგრიხინეს საოპერაციო ბლოკში, ჩამთხარეს პირში ნარკოზის შლანგი და განთიშეს. ავიდა ცოტა ხანი და ხედავ რაღაცა დავლანდე ვიღაცა წამწამ ტუჩ პომადიან გაკრასკულ გამოკრასკული თეთრხალათიანი რუსის ნაშად ამდგომია თაზე და მიტყობინებს კაცო ამ ხელებს ხან მეორე და ბატონო კახე ქთოია და ქთოიაო ჯაბაცდა მოვიკრიფე უკანასკნელი ზალღონე და ეგრევე პირში მივახალე თან აგრესიულად ვარ პროსტიტუტკატის სუკა მეთქი და გერო გავითიშე კენაღა მეორე ფეხი მომაჭროს კაცო ასევე მახსოვს ბატონი ვახუშტის შესანიშნავი საღამოები ტარდებოდა ფოლკლორული საღამოები ბატონი ვახუშტი ლექციებს გიკითხავდა ჩვენ უნივერსიტეტში და იმდენად ბედნიერი წლები იყო ეს ჩემთვის ბატონო ჯემალ რომ სხვათა შორის აი ამ შესანიშნავ საღამოებმა დიდი გავლენა ექონია ჩემზეც როგორც პაროდიზზე მასალა ბევრი მქონდა ამ ცოცხალ გენიოსებს პირდაპირ ვუყურებდი და თითქმის ყოველწლიურად ტარდებოდა ეს საღამოები და ჩვენ ძალიან ვეთქვით ბატონი ალექსი ჭინჭარაუძის პაექრობები ბატონი რუსლან მიქაბერიძე ჩართვები იყო და საოცარი საღამოები იყო და ერთხელაც ეკითხებიან ერთი წელი არ ჩატარდა 90-იან წლებში მოგეხსენება თბილისის ცნობილი ამბების დროს და რა იყო ბატონო ვახუშტი რატო როგორ მოგვენატრა თქვენი კაფეო კაფეა კი არა თელი მაფია დამესხა თავსო რა იყო რა მოხდა იქ რაც ხდებოდა ამის გადმოცემა ძნელია გამოვდივარ სახლიდან მაგალაში მიწვია ჩემი პირადი ნივთები და მეგობართან მივდივარ ისმის განუწყვეტელი წროლის ხმა და ბუნებრივია ეხლა ძალიან ვღელავ გამოვედი და ვის ესვით ხალხო ვახუშტი ვარ კოდადეშვილი მეთქი და სწორედ რომ ვახუშტი ხარ იმიტომაც გესვით და ბუნებრივია ძალიან აუნერვიულდი და იქ დაბლა ჩამოვედი ერთი ვიწრო ქუჩა არის ცხოვრობს ლუბა ღმერთ მაგა ხაროს ლუბა სახში შემიყვანა მაგრამ დილამდე არ გამომიყვანა მაგრამ რა გინდა ხალხო დილამდე განუწყვეტლივ და აი ესეთი ძალიან ბევრი საღამოები ტარდებოდა ჩემთვის უბედნიერესი სტუდენტობის ხანა იყო. ჩემოვიდა დიდი ბატონო ნუძახვა ახლა იმიტომ რომ შენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბრძანდები და აი სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოპულარული ანსამბლი თესეუ გორდელა იქნება ჩვენი სტუმარი. ანსამბლი თესეუ გორდელა ხელმძღვანელი ბატონი თამაზ მამალაძე.
ანსამბლ გორდელას, ბატონ მერაბ სიჭინავას, უსურვოთ მეგობრებო ახალ-ახალი წარმატებები და კავშირი გავაცილოთ. დიდი მადლობა. ჩვენი განაცემის შემდეგი სტუმარი კი გახლავთ ცნობილი ექიმი და პოპულარული იუმორისტი ბატონი ჯონი ჯანაშია. ომზადი ბატონო ჯონი ჯანაშია. ეთნიკოს ეხლა ჩემო ჯონი აი ის იშვიათი შემთხვევა როდესაც ყველაზე მეტი სასაუბრო მე მგონი თუ ვინმეს აქვს პირველ რიგში შენ გაქვს ამ თვალსაზრისით არა იმიტომ რომ დიდხანს სწავლობ პირიქით შენ ბეჯითი სტუდენტი იყავი და ერელაშვილისგან გასწავლე ძალიან კარგად სწავლობდი აქ რისი ხაზგასმა მინდა აი ჩვენ მოვისმინეთ თესეუ გორდელა ანსამბლი შესანიშნავი ანსამბლი ეხლა გამახსენდა ჩვენი პერიოდის ნუ ჩვენი მე უფრო ადრინდელი პერიოდი მოყოლებული მე უკვე თქვენი პერიოდი გაგრძელებული ყოველთვის ჩქებდა შემოქმედება რომელიც თითქმის პროფესიონალურ დონეს უტოლდებოდა დასტურად ამისა თუ გინდათ ისიც გვეყოფა რომ სამედიცინო ინსტიტუტი სადაც ყოველთვის იყო კერა ძალიან მაღალ მხატვრული შემოქმედებისა შედის მეცადინეობით და შედის თაბადობით დღეს უკვე პროფესიონალური პროექტის შეიქმნა ექიმები არ ხუმრობენ რომელიც ღვთისმადლით არსებობს და აღგზელებს თავის მოღვაწეობას მე მინდა შენი სტუდენტობის პერიოდი გაიხსენო დიდი მადლობა ბატონო ჯემალ მოწვევისათვის და მართლა საოცარი თემაა წამოჭერით. ჩვენი მეგობრობა აგერ სიჭი იყო ახლა. ნუ არ ვიცი ჩვენ მეგობრობას და ძმობას უფრო სხვა ხარისხი აქვს. იმიტომ რომ ჩვენ სამნი ვიყავით მაშინ პაროდისტები მე, მერაბ სიჭინავა და სოსო მაზმანიანი ჩვენთან ერთად კიდე თამრიკოც იყო ცოტა უფროსი ჩვენზე, ფარჩუკიძე და მართლა საოცარი დღესასწაულები დუღდა. და ერთი რაღაცა მინდა გავიხსენო ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი იქცეოდა ბოლო ასპარეზად, როდესაც სტუდენტური დღეები იხურებოდა. ეს იყო ყველა ინსტიტუტიდან ნაკრების შემადგენლობა. ამას ერქვა სტუდაქტივის დასკვნითი დღე და მართლა საოცარი ისეთი მაღალი დონის კონცერტი იყო. ერთ-ერთი ასეთი კონცერტის წამყვანი მეც გახდით. ნუ ჩანაფიქრი იყო ესეთი, რომ მე გახდით ცათმფრენის კაპიტანი, მეცვა ჩოლებრივი მფრინავის ფორმა მეკიდა დიდი ბინოკლი და ჩემთან ერთად იყო ჟურნალისტი რომელიც აცნობდა ხალხს რომ მე ვარ ასეთი ცნობილი ცათმფრენის ცნობილი კაპიტანი მფრინავი და ეს ცათმფრენი იწევს დაახლოებით 35000 ადამიანს ანუ ზუსტად იმდეს რამდენი სტუდენტი სწავლობდა და ჩვენ გადაუფრენდით მთელ საქართველოს და მიყვავდა შემდეგ რეპორტაჟი სხვადასხვა ადგილებიდან ეხლა რეალურად რა ხდებოდა იცით გამოჭრილი იყო ფანერისაგან ეს ცათფრენი ანუ ეს იყო ჩოლებრივი გონდოლა საჰაერო ბურთი თოკებით იყო ჩამოკიდებული კალათი ეს კალათი იყო დაახლოებით ადამიანის სიმაღლეს რომელშიც იყო კარები გამოჭრილი რამდენიმე საფეხურზე უნდა ასულიყავი რომ აი ამ კარებში შესულიყავი და მე ჩახტებოდი დაბლა იმიტომ რომ ფანერისგან იყო იყო შაბეჭდება რომ იგრჩებოდი. კი ბატონო. და ბოლოს როდესაც ჩვენ ამაზე ვისაუბრებდით, გამოდიოდნენ მთელი კონცერტის მონაწილეები და ეს მიფრინავდა და გვიქნევდნენ ხელს. ჩვენ ამ დროს რეალურად ვაკეთებდით იმას, რომ მე და ის კალბატონი მარინა ერქვა თუ არ ვწდები, უკვე სტუდენტობის მე აღარ შევხვედრივად გამოვდიოდით მე ამ დიდ ქუდს ვიხდიდი და ხალხში დავდგებოდი და ხელს ვიქნევდი და საერთოდ არ ეტყობოდა რომ ჩვენი კი არ დავრჩით, მოკლედ ის გაფრინდა. და ჩვენ ამ ხალხთან ერთად გავდიოდით. 5 რეჟისორი ემსახურებოდა ამ საქმეს და ერთმა რეჟისორმა ატეხა რომ გინდა თუ არა ჯონი და მარინა ჩანანო რომ გამოდიანო იქ ხალხში შეერევიანო რა თქმა უნდა ხა თუ ჩვენზე იყავი გამომეცადინებული რომ დაგვაკვირდებოდი საწავიდოდი ინტრიგადი იყავი შეამჩნევ და თუ არა და ხალხში გარეული ვიყავი და არაფერი არ ხდებოდა ნუ ამ კაცის მეცადინეობით გადაწყდა ესეთი რამ რომ აი ამ პედესტალის უკან უნდა ჩავწოლილიყავით მე და მარინა ის რომ გაფრინდებოდა, მე დაიწყებოდა კინოს დროს ქრება შუქი და აი ამ შუქზე გავიდოდით მე და მარინა და დამთავრდებოდა ამით საქმე. ბოლო რეპეტიციაზე გადაწყდა ეს. ჩავწექით მე და მარინა, ჩემო ბატონო, წევართ ახლა დაახლოებით ამ სიმაღლეა, მეტი კი არა ეს პედესტალი, იცით თქვენ რო ამოდის სპეცადას გუნდები დგებიან, აი ეს პედესტალია. დაგვიქნია ხალხმა ხელი და უნდა გაფრინდეს ეს ჩვენი ცათფრენი და ატყდა დარბაზში ხარხარი. თურმე ეს სწორედ კი არა, აიბლანდა იქ თოკები და წავიდა წერად. და ხვაზე ხარ შიგნით რამ დღეში იქნებიან ესენი. წავიდა ამაზე ხარხარი, ნუ კაცია და მესმის ეს გვესმის ყველაფერი და წევართ მე და მარინა ამის ქვემოთ.
დაიწყო ჩაქრა შუქი, დაიწყო კინო, დღესავით ნათელია ყველაფერი. თუ რა გინდა როქ ნახა, რა გინდა და მარინას ვეუბნები, ეს ფილმი ნანახი მაქვს, ეს დოკუმენტური ფილმია და ეხლა სტახანოვის სცენა უნდა დაიწყოს, სადაც ჯურღმულებში ის კაცი რაღაცას თხრის და სიმრელეში გავალთ. ვინ გაცალა სტახანოვის სცენამდე? უცებ ხმა ისმის და ეს პედესტალი არ ჩავიდა. მე და მარინა ესე ვარ წამოწოლილები, ელი ფილარმონია გვიყურებს. ტარი ხავარდა გავიქეცე. ესე იგი, ეს ხარხარი კაი ხანი არ დაწყდარდა. აი ახლა მე ვისო შენ იჭიერ მომღერალთან ერთად მოხვედი და რამდენადაც შენ საუბარში მითხარი სტუდენტური თვითმოქმედები და გადმოიყვანე თქვენს პროფესიულ კოლექტივს. აი ორი აი ჩვენ რომ ბძანეთ ექიმები არ ხუმრობენ ეს გრძელდება და ჩვენ ძიების პროცესში ვარ და ამ შემთხვევაში ჩვენი დასახარდენი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი რომელიც არის მართლა სამჭედლო და ფანტასტიკური ბავშვები მოდიან შეიძლება ეს ისეთი სახით არ ხდება როგორც ჩვენი სტუდენტური დღეებია მაგრამ ნიჭი არ იკარგება და ცოცხლობდა ტრადიცია გრძელდება ეგ არ გიო მოგეხსენება დედა ტერეზა იყო და მე ახლა ჩემი შვილობილი ტერეზა მინდა სულ ახლა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გახლავთ უკვე დიპლომირებული ექიმი თქვენს წინაშეა ტერეზა ფუხაშვილი უსმენთ დიდი ყურადღებით მე სამოგებო There is no one to tell her coming out of the rain She's just a child who's trying so hard to ease the pain And so she makes the wish and closes her eyes Grabbing a dream She starts to fly She's like a tattered doll you found in an alleyway That someone played with and decided to throw away She's much too young to be alone in the dark Selling her soul Breaking her heart Tell me why Can't you see that I'm by your side Just tell me why There's no reason for you to hide Just tell me why The past can be erased The heart can be replaced Just tell me why You can go it alone much longer Tell me The first time that she tried it Thought it was such a thrill But soon she found out that a lie was a living hell She thought for sure she could escape misery But she found out that a nightmare had become a reality Tell me why Can't you see that I'm by your side Just tell me why There's no reason for you to hide The past can be erased The heart can be replaced Don't fight it all alone I'll help you get back home Just tell me why Remember you're not დიდი მადლობა ტერეზას დიდი მადლობა ბატონ ჯონი ერაშიას უგისურვებ ჩემო ჯონი იქ წარმატებებს შემოქმედების დროზე და სამედიცინო დიდი მადლობა ნიჭიერი პაროდისტი იუმორი და ყველაზე ახალგაზრდა წევრი გიგა ბექაური მინდა მოიქოსიო ახლა შეფერდები სალაპარაკო ვიდეო მოქმედი სტუდენტი ბრძანდები ჩემო ბატონო თან აქტიურად თანამშრომლობ ორ ინსტიტუტთან თეატრალურ ინსტიტუტთან და უნივერსიტეტთან ასე რომ აი შენი თვალით დანახული დღევანდელი სტუდენტობა
ნუ მართალია მე ორივე უნივერსიტეტთან მაქვს შეხება და ორივე უნივერსიტეტი ძალიან მიყვარს. და ვფიქრობ, რომ ორივე უნივერსიტეტის სტუდენტები და არა მხოლოდ ორივე უნივერსიტეტის ზოგადად დღევანდელი სტუდენტები ძალიან მიხარია, რომ ორიენტირებულნი არიან განათლების მიღებაზე და სწავლაზე. იმიტომ რომ აი წეგან თქვენ ახსენეთ და მეც ეგრე მაქვს გაგონილი ჩემი მშობლებისგან, რომ ადრე უფრო მნიშვნელოვანი იყო დიპლომი, რომელსაც ფორმალური სახე ჰქონდა. ბესოს მონაყოლიცი, ხო იცი რა ყველა ხუმრობაში რაღაც სიმართლეა, ხო? მაინც იმაზე მეტყველებდა, რომ ფორმალური მხარე უფრო მნიშვნელოვანი იყო სამსახურის მოსაძებნად, თუ დიპლომი არ ქონდა, არ მიიღებდნენ და დიპლომით უკვე და არავინ არ იხედებოდა, შეიცოდი არ იცოდი, იმას 20 მაინც ყოველთვის მოგცემდნენ. აი ეგ იყო მთელი პრობლემა. ან ზუსტად მაგას ვამბობ, დღეს ეგრე აღარ არის, ანუ დამსაქმებელს პირველ რიგში აინტერესებს განათლება, აქედან გამომდინარე სტუდენტები მოტივირებულები არიან, რომ რაც შეიძლება უკეთესი ხარისხის. ანუ რეალური ცოდნა მიიღონ, რომ გარემოც კონკურენცია დიდია და აქედან გამომდინარე და ეს ძალიან მიხარია. ძალიან მომწონს ეს პროცესები. და ნუ მეორე ალბათ რაც ადრეც იყო და დღესაც არის ეს ფაქტი, რომ თვით შემოქმედების და თვით რეალიზაციის საშუალებას გვაძლევენ უნივერსიტეტები, მეც მაგალითად TSU-ში დიდი ხანია რაც TSU-ს მასაკანის წევრი ვიყავი და იქ ვაკეთებდი თქვა ამ საქმეს, რასაც დღეს ვაკეთებ, პაროდიები სწორედ იქ დავიწყე. გავიხსენებ რამდენიმეს, რომელიც სწორედ იქიდან მოდის. პაატა ზაქარიაშვილი, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პაროდია, სწორედ იქიდან მოდის და ის სტუდენტურ კონტექსტში რა შეიძლება ბატონმა პაატამ რო ისაუბროს. სხვადასხვა მე ვფიქრობ ამ ლექტორების შესვლას, აი ჩემ დროს ლექტორებს და პრობლემები მქონდა თქო ჩემთან დაკავშირებით. აი მაგალითად მე ერთხელ ლექცია წავუკითხე, გაგტუტაბიძის ლექცია წავუკითხე ლექტორებს. აი ესე ჯერ თუ არ ყოფილა თუ არ წყნარი, თუ არ ჩემუსის ჩემი თარი, თუ ეს მაგას დახემ შეასწავლა, ჩემს ეს ჯერ მახსოვს. უჯერ წავაკითხეს. არ გვესმისო. თუ არ გესმის იქ უარი ყურზე. ეს არის პრობლემა საქმეში. აი ზუსტად ეს არის პრობლემა. ამიტომ რა გადადგეს და შეიცვალო. ამიტომ რეაბილიტაცია მათი. აი ეს კონტექსტი ცნობილია ბატონი პაატასთვის და მეორე ჩემთვის ყველაზე საყვარელი და დასამახსოვრებელი პაროდია რომელიც გავაკეთეთ TSU სცენაზე ეს იყო დრობი კუხიანიძე რომელსაც აქვს თავისი შესრულების საკმაოდ ემოციური მანერა და რომელიც დაახლოებით ეს აი ესეთი იყო lie ჩემს დამდნარლესზე უტეხ ჩემს ქვაკუნზე თამაშობს თავსიტოს ექიმები შემოდიოდნენ ამ დროს და გავყავთ. და ნუ ყველასათვის საყვარელი ბატონი გივი სიხარულიძეც სწორედ TSU სცენაზე გავაკეთე თავის დროზე. ძვირფასო მეგობრებო, თქვენ ალბათ გახსოვთ მე საზოგადოებას დავპირდი რომ შევქმნიდი არასამთავრობო ორგანიზაციას LGBT და ამასთან დაკავშირებით ლექსიც დავწერე. სტუდენტებო, ათვლას თქვენით დავიწყებ, ნახდად ვიცი თქვენზე დამთავრდება, ისიც ვიცი LGBT-ის ამბავი სად იწყება და სადაც დამთავრდება, სტუდენტების დახმარებით ვაპირებ, ავასრულო დანაპირი სიტყვები LGBT პროპაგანდის პასუხად გამოვზარდო ნაღდი LGBT-ები. და ლოგიკურია ლაშა ბუღაძის პასუხიც საჭიროა. მე ბატონ გივის არ ვეთანხმები. მე აშკარად იგრძნობა მის საუბარში ის რომ მას არ აქვს მიღებული ტუალეტური განათლება. დეფიციტი აქვს ფეხსალაგური ინტელექტუალიზმის. და მე ვფიქრობ რომ ესე იგი სტუდენტებს აუცილებლად ჭირდებათ მაღალი დონის ტუალეტური განათლება. აი სწორედ ამიტომაც მე შევიტანე განათლების სამინისტროში ჩემი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ყველა საუნივერსიტეტო სივრცეში რომ გამოიყოს ადგილები ტუალეტ სამკითხველოებისათვის და ტუალეტ ბიბლიოთეკებისათვის და მე აუცილებლად მოვუწოდებ ადამიანებს რომ ჩემი წიგნებიც მოხვდეს იმ სიაში. რადგანაც ნუ კარგად ვიცით ჩემი წიგნებში ყოველი მეათე გვერდი ვაპირებ რომ ჩემი წიგნებში ყოველი მეათე გვერდი იყოს დაუბეჭდავი, სუფთა და რბილი, ნუ შესაბამისად გამოსაყენებლად რა თქმა უნდა. თან ეხა სტუდენტი წარმოიდგინეთ როგორ ინტიმურ მდგომარეობაში იქნება, როდესაც ჩემს ნაწარმოებს წაიკითხავს, არა ეს თუ არა სამაყოც კია. ამიტომ სტუდენტებსაც მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, ამაყად გამოაგეთ თქვენი საუნივერსიტეტო ტუალეტ სამკითხველოების კარი, შეაბიჯეთ, იკითხეთ და განაცვლით ძვირფასად. დიდი მადლობა, შემოგვიგია, აბა. წარმატებებით გევლოსვი. ახლა კი ძვირფასო მეგობრებო, მინდა მოვიწვიო ჩვენ სტუდიაში პოლიტიკური ინსტიტუტის ყოფილი სტუდენტი, პოპულარული და ყველასათვის საყვარელი მომღერალი ბატონი ზურა დოიჯაშვილი.
ობდადი ჩემოგირა ყოვლისა შენს მრავალი ცხოვრება გულშემატკივრებს მინდა ვაუწყო ვიცი რომ ძალიან დაინტერესებულია შენ ჯანმრთელობის გორებით რომ როგორც ხედავთ ჩვენ და საბედნიეროდ სახსალამათი და ჯანმრთელია ჩვენი ზურა ასევე გააგრძელებს აი ხო ვისმენდი აქ და მართლაც ვიხალისე ყველაფერი ეს მოგონებები და მაინც აი სტუდენტობასთან დაკავშირებით რაღაც პატარა ანეკდოტებს გავიხსენე. კი ბატონო, სანამ სიმღერამდე მივალ შეიძლება. კი ბატონო, ღამე პროფესორს ურეკავს. ნუ ტელეფონზე ურეკავენ და ეკითხებიან, გძინავთო თქვენ? კიო მძინავსო. მე კიდევ მეცადინეობო, შესადისტო შე. კიდევ გამახსენდა ეს ანეკდოტი, ახლა აი შუშიკა და სეროჟა რა სახში რა ელოდებიან შვილს გაგზავნა ნეტავ ჩვენი შვილი ჩააბარებს ეს შუშიკა ეუბნება რა სეროჟას ჩააბარებს აბატო რა რას იზავს თო დებილი ხარ არ ჩააბარებს სად არის ამდენი ხანი და მოვიდა რა შვილი და რაკენი ჩააბარე შვილო ორი ბოთლი გატეხილი ყო არ ჩაიბარეს მე გამარჯობა მინდა უსულო ყველა სტუდენტს და წარმატება და აი ამ ჩემს სიმღერას მათ მიუძღვნია. კი ბატონო, ფაქტიურად ეგ შენი სიმღერა მელიქიშვილის გამზირი ყველა თაობის სტუდენტების ჰიმნად იქცა და უპრიანი იქნება რომ სწორედ მაგით დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი განაცხადი. Melikishvilis gamzi iavardi da bza ushenot vegar gaudeli chemo bavshobis gza gza studento vaichkaris zebneliksis da bzis sadaris akhla iskali albata kvantanzis gza studento vaichkaris zebneliksis da bzis sadaris akhla iskali albata kvantanzis იქნებ რუსთავი არჩია იქნებ სამგორში წყლის იქნება ისევ ბავშვია თვალები შეჩაშვის დაენატრება დამწველი ყავს სტუდენტობის გზა მელიქიშვილის გამზირი იავარდი და ბზა დაენატრება დამწველი ყავს სტუდენტობის გზა მელიქიშვილის გამზირი იავარდი და ბზა დაენატრება დამწველი ყავს სტუდენტობის გზა მელიქიშვილის გამზირი იავარდი და ბზა დაენატრება დამწველი ყავს სტუდენტობის გზა მელიქიშვილის გამზირი იავარდი და ბზა უსურვოთ ჩვენს ძვირფას სტუდენტობას ჩვენი ხანინდელი დღის იმედსა და მომავალს წინსვლა გამარჯვება რეალური ცოდნის მიღება თავის ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ ჩვენი გადაცემა დასრულს მივახლოვ და გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით მომავალ შეხვედრამდე